100%-ამდე აიღოს, რომელიც მას საშუალებას მისცემს საკუთარი მიწას დაამუშავების სამედიცინო ცენტრი და სამედიცინო ინსტიტუტი, რომელიც ზუგდიდელებს გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება. ჩვენი პროდუქცია გაიყიდება უკვე რუსეთში და ოკუპაციის ქვეშ დარჩა. ამას ჭირდება ისინი საარსობი დაბალი პენსია არავის არ ეკავა. ლევანიშვილთან მივიღეთ, ჩემი აზრით ყველაზე მთავარი. აი ეს არის ქართული ოცნების მთავარი ამოცანა. საქართველოს ბაზარი აღებული აქვს მართლაც აი ძალიან დიდი მოკითხვა, გულთბილი მოკითხვა გადავეცი ზუგდიდელებს ჩვენი უწმინდესისგან, ვისთანაც შეხვედრა ჰქონდა ბაგრატის ტაძარში. დღეს ჰქონდა და ვაგრძელებთ შეხვედრებს ზუგდიდელებთან, ჩვენს მოქალაქეებთან და ვისაუბრეთ იმ 100 მილიონზე, რომელიც ჩაიდება პირდაპირ ზუგდიდის ეკონომიკაში, რომელიც რეალურად გააჩენს სამუშაო ადგილებს, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხარჯზე. ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობას, როგორ დაუჭერთ მხარს და როგორ ჩაიდება მთელი საქართველოს სოფლის მეურნეობაში 1 მილიარდი დოლარი, რომელიც არც ერთ გოჯმიწას არ დატოვებს ზუგდიდის რაიონში დაუმუშავებელს. შეიქმნება პროდუქცია, რომელსაც გავიტანთ როგორც ქართულ ბაზრებზე, ასევე ტრადიციულ ჩვენ ძველ ბაზრებზე. ასევე ქონდა საუბარი ჯანდაცვაზე და იმ დიდ სამედიცინო ცენტრზე კავკასიის რეგიონის მასშტაბით, რომელიც ზუგდიდელებს მოემსახურება უფასოდ და ასევე მოემსახურება უფასოდ აფხაზეთელებს და აფხაზეთიდან წამოსულებს. ვილაპარაკეთ პენსიების საკითხზე და რა თქმა უნდა განათლების რეფორმაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს საქართველოში, რომ ჩვენი მომავალი თაობა იყოს კონკურენტული, იყოს განათლებული, მათ გარეშე მომავალი საქართველოს არ აქვს. რაც მთავარია, ძალიან დიდი მოლოდინია ზუგდიდელებში ამ არჩევნების 1 ოქტომბრის არჩევნების არის წმენა იმისი, რომ პირველად მაინც ამ 20 წლის განმავლობაში ჩატარდება სამართლიანი არჩევნები, სადაც ყველა უნდა მოვიდეთ, არც ერთი ხმა არ იქნება დაკარგული. ჯარი, არმია, ურიცხვი რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოდიან ზუგდიდში, რომ უზრუნველყონ, რომ თითოეული ზუგდიდელის ხმა იქნება გარანტირებულად დაცული.